გამარჯობა, მეგობრებო, როგორ ხარ დღეს? გამა Undisputed-ის კონფერენციას ვიწყებთ. მზად ვართ? მეგობრებო, მე უდიდეს მოლოდინში ვარ, ვინაიდან გამას ყველაზე სასტიკი ვიკენდი იწყება ჩემი პირადი დაჯერებით და ისიც მჯერავს, რომ პრაქტიკაც ამას დაამტკიცებს. მაშასე, გამა Undisputed-ის კონფერენციაზე შევიკრიფეთ და მე მინდა წარგიდგინოთ ის სასტიკი ხალხი, რომელიც თქვენთვის ჩვენ დავაწყვილეთ და ეს ვაჟკაცები დაამტკიცებენ, რომ სრული ყურადღების ღირსი არიან ყოველივე მაყურებლის თვალი არ დაახამხამოთ. მაშასე, თქვენ გელით 8 დაუვიწყარი ბრძოლა, მათ შორის ბრძოლა 93 კილოგრამ კატეგორიაში და ასევე შემოვიტანეთ ახალი ქამარი, გამა Bad Boys Belt-ი, სადაც ყველაზე სასტიკი მებრძოლები იჩხუბებენ, რომლებიც არიან ნაირ ახალქალაქელი მელიქიანი და სამანდარე ნიბაევი. თუმცა, კი, ნახდათ იმსახურებს ეს აპლოდისმენტებს. თუმცა, არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ყოველივე ამ ქართში მყოფი მებრძოლი. და პატარა სპოილერსაც გავუშვებ, მარტო ამ ქარდის მებრძოლები არ იქნებიან. Road to Gama-ში ორი წყვილი ყავს, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ არცაციონ, არაცხელონ და თავის, ასე ვთქვათ, გაუგებრობა გაარკვიონ Road to Gama-s რინგზე. მივყვეთ, მოდით მეგობრებო და მე მინდა პირველი წყვილი წარგიდგინოთ თქვენ. თუმცა სანამ წყვილს წარვადგენდი, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც Gama FC.TV-ზე გვადევნებს თვალს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მეგობრებო, რომ სულ რაღაც ერთლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი VIP package-ი, რომლითაც ცდომა გექნებათ სრულ Gamas weekend-ზე, დაწყებული grappling-ით, გაგრძელებული Undisputed-ით და დამთავრებული ხსენებული Road to Gama-ით და რა თქმა უნდა, შემდეგ თვეზეც, სადაც უამრავი შეჯიბრები გველის მათ შორის Gamas weekend-ის. მოკლედ, აღარ მოგაბეზრებ თავს, ერთვიანი წდომა სასტიკ ტრახებზე, ნაირ ტრახებზე, სულ ერთლარად. ვის აქვს ესეთი შეთავაზება? გაქვს აკო? არა გაქვს, მე მაქვს. კარგი, დავიწყოთ. მაშასე, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს, კომპანია Leaderbets. ბონუსები ხო გინდათ? მე დაუკარგავ. მაშასე, პირველი წყვილი, რომელიც ბრძოლას ჩაატარებს 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა წარგიდგინოთ კობა ცაბაურაშვილი. მიკროფონი შესთავაზეთ კობას და კობასთან რიგს გაიზიარებს ვაჟკაცი, რომელმაც პირველივე ბრძოლაში აქ სისხლის საბანო მოგვიწყო, ლაშა თოლორდავა. გამარჯობა ბიჭებო, მოიწიე ლაშა, მოიწიე, ძალიან მორცხვი ხარ იმ ჩხუბთან შედარებით, რაც შენ გვაჩუქე. ამიტომ უპირველეს ყოვლისა კობა მინდა რომ წარგვიდგინოს თავი. აბა, რა ხდება? მოგესალმებით ყველას, ბიჭებს ყველას, პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ. ვაჩუქოთ ხალხს ერთი კაი საღამო. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, ვემზადები Bad Boys-ის კლუბში ბიჭებთან. ჩხუბს ხვდებით იდეალურ ფორმაში, ყველაფერი იქნება იდეალურად და დარწმუნებული ვარ, რომ 29-ში რინგიდან ხელაწეული გავალ მე. მოგესალმებით ბიჭებო. მოგესალმებით. მუშაობს? ოკეი. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ბიჭებო ულტრამობრძოლებს გისურვებთ
ბევრი მიცნობს, ბევრი არ მიცნობს. პირველი არ ვარ ამ რინგზე. რა შეეხება ჩემს მეკოთხეებს, ჩემზე ბევრს არაფერს არ ვისაუბრებ. 29-ში მინდა ვაშუქოთ ხალხს, მაყურებელს ისეთი ბრძოლა, როგორც ვაშკაც ბიჭებს შეეფერება, გაიმარჯვოს ძლიერმა. სხვას ბევრს არაფერს არ ვიტყვი. დანარჩენი რინგზე გამოჩნდება. შესანიშნავი. დიდხანს თავს არ მოგაბეზრებთ. უბრალოდ კობა შენთან მაქვს შეკითხვა, თუ გაქვს ლაშას ბრძოლა ნანახი, ვინაიდან მე ძალიან შთაბეჭდილი დავრჩი ამ ბრძოლით, ნახდაც სისხლისაბანო იყო და რამდენად მზად ხარ იგივე განსაცდელი რომ მოაწყოს ლაშამ თავისთვის და შენთვის. კი, უყურე ლაშას ბრძოლას, ას თუ ისე მოხიბლული ვარ, იმიტომ რომ მართლა გამძლე ბიჭი არის, აჩვენა თავისი გამძლეობა, მაგრამ გუნდს გვაქვს გეგმა, რასაც მიუყვებით და არ გადაუხვევთ და მაგ გეგმის დამსახურებით 29-ში ხელს ჩვენ აგვიწევენ. შენ თუ გაქვს ლაშა გეგმა ეგეც გითხარი და დაგიპირისპირებთ ეგრევე ერთმანეთს. მეც ასევე მომზადებული ვარ ამ ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, მემზადები. ხრიდოლის დარბაზში გიორგი კოკოშაშვილთან, მოკითხვა აქედან ჩემს გუნდს, გიორგი გულუას, გოგა ბებიას, ჩემს სპარინგ პარტნიორებს და ასე შემდეგ, ყველას მადლობას ვუხდი. რა შეეხება ამ ბრძოლისთვის და სხვა კიდე გამაშედარებული და კიდევ სხვა უამრავი ბრძოლებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ ყოველთვის. მეც რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამაჩნია ამ ბრძოლასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვარ ღვთისწყალობით, რომ ამ რიგიდან გამარჯვებული გამოვალ და ნარჩენი კი 29-ში გამოჩნდება ყველაფერი. ჩვენც 29-ს დაველოდოთ, დავაბრუნოთ მიკროფონები ბიჭებო. და პირისპირ კობა საბაურაშვილი ლაშა თოლორდავა მეგობრებო. კამერებისკენ აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. შესანიშნავი. შემდეგი წყვილი. ეს ბრძოლა ჩატარდება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მებრძოლი, რომელიც მინდა ვიხმო, გიორგი დევაძე. გამარჯოს გიო. მიკროფონი შესთავაზებ, დიდი მადლობა. გიო, სამწუხაროდ ვაჩე სახვაძე ვერ ჩამოვიდა პრესკონფერენციაზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლაზე გამოცხადდება და აი შემითხარი რას უპირებ ამ ბრძოლაზე ვაჩეს. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ვაჩესთან ვაპირებ, ბრძოლას ვაპირებ ვაჩესთან პირველ რიგში. ჩემი პირველი ბრძოლა არ წავიდა ისე როგორც გეგმავდი, მოხდა რაღაც გაუგებრობები, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი. თუმცა ვაპირებ, რომ მეორე ბრძოლაში ვაჩვენო ის ყველაფერი, რაც შემიძლია, რაც გამიკეთებია აქამდე წინა ბრძოლებში და რავი რა, იმედია ბრძოლის დღეს ჩამოვა აქ, იმიტომ რომ როგორც ნახე, რაღაც ბრძოლებს ჩაეხსნა და კი, სამწუხაროდ ესეთი რამეც ყოფილა, თუმცა ვაჩეს შეპირებით და ჩვენი დაჯერებით არ უნდა გამეორდეს. მე ნახდათ კაი ბრძოლას ველოდები, კაი შემართებით არის ხოლმე ვაჩე ყოველთვის. შენც ასეთი შემართებით ხარ, ამიტომ უბრალოდ წავიფლექსავთ კამერებისკენ წინ, თუ არაფერი გვაქვს სათქმელი კიდევ. გიორგი დევაძე მეგობრებო. 29 აგვისტოს ვიხილავთ მათ ბრძოლას 70 კილოგრამში ვაჩე სახვაძე და გიორგი დევაძე. შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ. ეს ბრძოლა ჩატარდება 77 კილოგრამში და პირველი მე ვინც მინდა ვიხმო ამ ვაშკაცმა როთუ გამაზე ნახდად გამოიჩინა თავი უსასტიკესი ნოკაუტით და სერიოზული ტექნიკით. გია ბარკალაია. თუმცა ჩვენ გამარ გვერქმეოდა, რომ არანაკლებად სასტიკი მეტოქე შეგვეთავაზებინა გიასთვის. გაბრო სამსიანი მეგობრებო. გაბრომაც თავი გამოიჩინა როთუ გამაზე, თუმცა ძირითად ლიგაში მისი სასტიკი ნოკაუტი დღემდე ჩემ თვალწინაა.
ამიტომ გულ მოდგინებით ველი მე თქვენს ბრძოლას. გია, შემითხარი შენ მზადყოფნის შესახებ, როგორ მოემზადე ამ ბრძოლისთვის, თუ გაიარე სრულყოფილი კემპი და რას ველოდოთ. პირდაპირ ვიქნები ასეთ სერიოზულ მეტოქესთან ბრძოლაში, როგორიცაა გაბრო სამსიანი. მოგესალმებით ყველას, წარმატებებს გისურვებთ მებრძოლებო. რაც შეეხება ჩემს მომზადებას, მაქსიმალურად ვეცადე მომზადებული მოვსულიყავი ამ ჭხუბისთვის და დანარჩენი წინასწარ დაგეგმილი ახლა ამჟამად ნახდად არაფერი არ მაქვს, რინგზე ავალ და იქ შევხედავ ყველაფერს. კი, მე მგონი რო თუ გამაზეც ეგეთი გეგმით იყავი, ხო? კი ბატონო, კი. თუმცა მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გაბრო სამსიანს აქ გეგმა და ყოველთვის ერთი გეგმა აქვს თანაც. მეტოქისგან გამომდინარე, მე მგონი ეს გეგმა ნოკაუტია და რამდენად მართალი ვარ გაბროს შევეკითხოთ აბა. გამარჯობათ ყველას, წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, უტრაუმო ბრძოლები ჩაგეტარებინოთ. რა ვიცი, კარგ ფორმაში ვარ, საუკეთესო ფორმაში, რაც კიდევ მეყოფილ ვარ და რა ვიცი, ყველაფერი რინგზე გამოჩნდება რა. ნუ რა თქმა უნდა, პირველივე რაუნდში მე ვაპირებ გამარჯვებას და ნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება რინგზე რა. ეთილი გია, შენთან მაკითხვა, რაღაცის თქმა ხო არ გინდოდა? გისმენთ. გაბროს გეგმა პირველივე რაუნდში დამთავრება და ლოგიკურად რომ იმსჯელოთ, შეიძლება ღირს სამივე რაუნდი ბრძოლის შეთავაზება. ამაზე რა აზრის ხარ? ჩემი მხრიდან მაქსიმუმი დაიდება და დანარჩენი მერე გვიჩვენებს ბრძოლა. კეთილი. მეგობრებო, პატივცემულ მაყურებელს მივმართავ. მებრძოლებსაც თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, ნუ იქნებით მორცხვები, გამა სიმამაცის ტოლფასია, ამიტომ მაყურებელიც მამაცები გიყვარს და დასვით კითხვები პირიქით გაგვიხარდება. ბიჭებო, სათქმელი თუ არაფერი დაგვრჩა, აღარ დაგტანჯავთ. კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა. ამ ბრძოლის მერე აუცილებლად ყველა დარწმუნებულია საკუთარ თავში როგორც მე, რომ გავიმარჯვებ და მინდა რომ გურამ კვარაცხელიას აქაც დავუფიქსირო გამოწვევა და მე ბრძოლის მერეც რა. მაგასთან მინდა ჩუბი რა. შესანიშნავი. გია, შენ ხო არ გინდა ვინმეს გამოწვევა დაუფიქსირო? ჯერჯერობით არა. მიუყვებით ჩემს გეგმას ნელ-ნელა. შესანიშნავი. კეთილი, დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ეს ვაჟკაცები ერთმანეთს. გია, ბარკალაია, გაბრო, სამსიანი. გული გამეყინა ესეთი მზერა აქვს ამ ორ ვაჟკაცს. კიდევ ერთხელ, გია ბარკალაია, გაბრო, სამსიანი მეგობრებო. 29 აგვისტოს დაუვიწყარი სანახაობა. არ გავწელოთ დრო და გადავიდეთ ეგრევე შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც ჩატარდება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. პირველი მე მინდა წარმოვადგინო ვახტანგ აპრასიძე. მიკროფონი გთხოვ ვახტანგ რომ იმარჯვო. ვახტანგის მეტოქე ბაბურ ურიმბაევ მებრძოლი უზბეკეთიდან სამწუხაროდ ჯერ არა საქართველოში ხვალველით მას რომ გვესტუმროს, თუმცა ბაბური როგორც გვეუბნება სრულ ფორმაშია, კარგი კემპი გაიარა და სერიოზულ ბრძოლის შემოთავაზებისთვისაა მზად. შემზად ყოფნაზე რომ გითხრა ორიოდე სიტყვა ვახტანგ და ბრძოლის გეგმაზეც მაინტერესებს თუ რა გაქვს. მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. ყველას გისურვებთ უტრაუმო ბრძოლებს და რაც შეეხება ჩემი და ბაბურის ბრძოლას. საერთაშორისო ბრძოლაა და ადამიანი იმისთვის ჩამოდის აქ, რომ დარწმუნებული ვარ, კარგი მომზადებული იქნება. თავის ხრივ დარწმუნებული იქნება თავის საქმეში და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვითვალისწინებ ჩემი გუნდი და ჩემ მომზადებაზე ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, რომ ამ თვეში სრული ერთი თვე გავიარე 65 კილოგრამის
ჩემპიონთან ირაკლი ჯეირანაშვილთან. რა ვიცი, ფიქრობ, რომ ნორმალურად ვარ მზად. ნორმალურადაც რო ვიძახი, კარგად. დარწმუნებული ვარ ხო, როგორც თქვი, იმისგანაც ესე იქნება და რა ვიცი, ჩემი აზრით კარგი ბრძოლა იქნება რა. ჩემი აზრით 3 რაუნდიანი დაუნდობელი ბრძოლა იქნება. მე ესე ვფიქრობ და თუ კიდე ნადრევად ეგ უკვე შევხედოთ ბრძოლას და მაგის მიხედვით იქნება. კიდევ ერთხელ ყველას უტრამო ბრძოლებს გისურვებთ და რა ვიცი, წარმატებები ყველას რა. გაიხარე ვახტანგ, დიდი მადლობა ბრძოლის გეგმის გაზიარებისთვის და ვიმედოვნებთ როგორც რო თუ გამაზე გიჩუქებია ჩვენთვის სანახაობა და ასევე ძირითად ლიგაშიც ძალიან სასტიკ ბრძოლას ველით შენი და ბაბურის შესრულებით. და რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ძლიერი. მოდი წავიფლექსავთ კამერისკენ. მიკროფონი დავაბრუნოთ. მეგობრებო, ბაბურ ურიმბაევი გაიზიარებს რინგს ვახტანგ აბრასიძესთან. შესანიშნავი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ვახტანგი. მეგობრებო, გამაში უკვე ჩაგვიტარებია ჩვენ ასეთი შესანიშნავი სანახაობა, ასეთი სილამაზე, რომელსაც ქვია გოგონების ბრძოლა და ამ სილამაზის მთავარი გმირი მინდა დავპატიჟო ჩვენს რინგზე ლიზი დიასამნიძე. და ლიზი გაიზიარებს რინგს არაფატ ტოიროვასთან. ლიზი, ესე იგი საქართველოში ვერ მოგიძებნეთ მეტოქე და გვიწევს რომ უცხოეთიდან ასეთივე მებრძოლი გოგოები ჩამოვიყვანოთ და გავარჩიოთ თუ ვინაა უფრო ძლიერი. გითხარი როგორ მზადყოფნაში ხარ და რა გეგმა გაქვს უშუალოდ აროფატთან ბრძოლაზე? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მაყურებელს და ასევე მებრძოლებს, წარმატებებს გისურვებთ მომავალ ბრძოლებში. რაც შეეხება ჩემს მომზადებას, ყველამ კარგად ვიცი რომ მე ვარ Fight Club მემშიშის წარმომადგენელი და ამ ბრძოლისთვის მომზადებასაც ისევე ამ გუნდში გავდიოდი. მინდა ვთქვა, რომ წინა ბრძოლაზე საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შევაფასე, თუმცა მეტი შემეძლო და ამაში ეხლა ბევრად დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ჩემს ახალ მეტოქეს ჩემი უფრო გაძლიერებული ვერსია შეხვდება და დიდი იმედი მაქვს და ვფიქრობ ამისთვის მზად ვარ, რომ ამ ბრძოლამ 3 რაუნდი არ გასტანოს. ოკეი. საინტერესო აროფატი რა სიტყვა, თუმცა აროფატიც ხვალ ჩამოგდით სტუმრად. ლიზი, მე ასეთი კითხვა მაქვს შენთან. პირველ ბრძოლაში იყო მიუხედავად რომ გამას რინგზე ჩატარდა და გამას წესებით იყო იქიდან გამომდინარე რომ ორივე მოკრივე ხართ შენც და ევგენიაც ლამაზი კრივის ბრძოლა. თუმცა მე როგორც ვიცი აროფატი არის MMA-ის წარმომადგენელი, MMA-ია მისი ბაზა და დიდი ალბათობაა რომ მოველოდოთ ბინძურ კრივს, კლინჩს და ასე შემდეგ. რამდენად მზად ხარ ამ ვითარებისთვის? იქედან გამომდინარე რომ ჩემი სტილი არის ახლო ბრძოლა, შესაბამისად მსგავსი ტრიუკები, ესე რომ ვთქვათ, კლინჩში მუშაობა და ცოტა ბინძური კრივი ჩემთვის უცხო არ იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ ვთვლი რომ კარგად ვიყენებდი ამას წინა ორთა ბრძოლაში და ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, სხვა დეტალებთან ერთად დავამუშავე და შესაბამისად ვთვლი რომ ეს ნაწილი ჩემს მოწინააღმდეგეს არ ანიჭებს არანაირ უპირატესობას. ანუ დიდი მადლობა. ანუ თუ სწორად მივხვდი, პირველად შეგვიძლია გამას რინგზე ვიხილოთ ნოკაუტი ქალბატონის შესრული. ოკეი, ჩვენც ეს სანახაობები გვიყარს და სეირები. მეგობარ, წავიფლექსავთ რიზი კამერების წინ. მეგობრებო, გოგონების ბრძოლა და ლიზი დიასამნიძე გაიზიარებს რინგს აროფატ ტაიროვასთან 29 რიცხვში. გადავიდეთ შემდეგ ჩემთვის ძალიან საინტერესო დაპირისპირებაზე, სადაც გამას ძველი ეპოქის ტრეშ-თოქი და ახალი ეპოქის ტრეშ-თოქი შეხვდება ერთმანეთს. თუმცა ტრეშ-თოქი ცოტა მომაკლდა.
Dara, Imperator, Amariani, Roma, Baxa, Dumbadze, მეგობრებო. გამარჯობა ყველას. კეთილი, მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის საინტერესოა თუ რა ხოდზე ხართ, უპირველეს ყოვლისა. მიკროფონში ლაპარაკეთ. არა, ახლა ძალიან შეერი ვარ, შორეგზიდან ვარ, ჩამოსული და ძალიან ბევრი არ მელაპარაკურა. მოგესალმებით ყველას. შენთან დადებითად არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ შენი ისტორიებიდან გამომდინარე, ხედავ რომ შვილი დაგებადა. გილოცავ. ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი. მადლობა დიდი. კაი ამბავია ნახდა. მიულოცოთ რომას. კაი ამბავი არის და აქედან გამომდინარე მართლა ვერ გელაპარაკები ბევრს, მაგ თემასთან დაკავშირებით trash talk-ი და რაღაცა. ეხლა არ მინდა. მაგრამ რინგზე ვილაპარაკებთ. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, რეებსაც წერ, რა გაგულიანებს? მართლა მაინტერესებს. მე რა მაგულიანებს მა? კი. რავი, ვარჯიში, თავდადება, ოპლეი, წნეხი, აი გიჟური გაცვლები, რასაც დარბაზში გავდივარ და შენ გეუნებია შემომხეთ. ვეღარ დამინახა 29-შიც. ჩაკიული ქორივით პირდაპირ. იქ გავაკეთოთ დანარჩენი. გჯერა. ჯერა? თუ გჯერა თუ არა, მე გიმჯერა. კაი, მე მაკითხვა. ბახა გაცვლებში თავდაჯერებულია. ნუ წინა ჩხუბიდან გამომდინარე, როგორც იქნევს 8 საცდენს რა თავდაჯერებული ესა. თავდაჯერებული მაგრამ მე ვასწრები შენს ბოლოს მინიმუმ 5 მაინც არ ტყავ და ეს რა ჭდილთან ბრძოლას აკეთებს რინგზე და რა ვისთან ჩხუბობ? ნორმალურთან ვისთანაც იჩხუბე ყველამ გაგლახა შენ. ოკეი. ხო აბა ვისთან ჩხუბობ? ლაპაზე ხელი არ მქონდა დარტყმული გამლახა სწორ ეხლა მაგას კი არ ვიძახი. ეხლა ხო შენ ნორმალური ხარ. ახლა ნახე როგორ გაგლახავ შენ. ახლა ნახე. შენ მე გამლახა. მე შენ გაგლახ. გალახვის მნიშვნელობა იცი რა? იზმა მაგარს გცემ. შენ მე მცემ. ო მაგარს. სასაული. კაი, თეორიულად ჩამო. მზად ვარ 3 რაუნდისთვის. 3 რაუნდისთვის ვარ მომ. რითი აპირებ მომზადე. რავი ზმა. ტექნიკა? აი ტექნიკა რაც მინდა ზმა. აი შენივე სპორტში დაგჭაგრავს ზმა. ნუ დარბი. შენივე სპორტში დაგჭაგრავს ზმა. კრივში. ნახე მე შენ რა წიოკები აგეთ რეალურინგზე ზმა. შენ მე კრივში. პროსტანა. ეხა ეს რაღაც ღაპრებს ყვება რა სულ თავიდანაც ეგრე იყო. მოდი აქ ერთ წამი გითხრეს ძმა, გითხრეს რომ არ უნდა იარო. რავი ვარ მე ვასე. გელაპარაკები ხან იქ ხარ, ხან აქ ხარ, ხო და გაჩერდი. მე ვასება ზმა ილაპარაკე თვალებში თუ ვერ შემომხედე ისევე ილაპარაკე. მომისმინე? შენ საიდან წამოხვედი ვაფშე? ბათუმიდან ზმა, შორეგზიდან ვარ ჩამოსული. აი თუ დამამთავრებინებ სწორ პასუხს გამცემ მოეჭვარ. კი. მომისმინე? თავიდან ვაფშე რატო გამოჩდი ვაფშე ჩემთან მიმართებაში რა გინდოდა ჩემ აი იმის რო ელაპარაკე მაგრამ აი სწორედ გეტყვი რა აი იმის რო ელაპარაკე თითი მაგ ტრავმაში ვთ აი იმას რო ხელი და არტყი მაგრამ არ გამისორდა და მაგ პონჩი დაგი კომენტარი თორე შენ გამოიწვია არც მინდოდა შენ დაჩხუბი მაგრამ გამოწვევს კი არ გავვივალ ვიჩხუბოთ ვიჩხუბ აი ნადირას რაც მოხდა ნადირასთან ჩვენ ვილაპარაკე და ნადირა მაგარი ძმა არის. ნადირა ისაა თითი ტრავმაში რომ გაჩუმდი. ხო და მოკლედ. ნადირა მაგარი გული ძმა არის და მაგ თემაზე მოგვარდით, მაგრამ ნადირას რაც მოხდა მაგღამეს, ამას მოხდება 50-ჯერ მეტი და 100-ჯერ მეტი. და ამას თუ გონია რომ კრივში ვაჯობებს. I can fly. რისტის ღერიხა. ეგ ამიხსენე პროფესორ. ზღაპრეზე რა შენ ყვების მა 50 და 300 მოკლედ მე ჩემ დანაპირებებს შევასრულებ აქ მაგრამ შენ რო პირობებს იძლევი რაღაც კომენტარებში რომ შენ მე მაგრა გამლახავ მაგას რო ვერ შეასრულებ ისე საიდან გაგახსენდა ზღობა 3 წლის უკან და გეკომენტარებს თავდახრილი აქედან წახვალ მე რას იფიქრე აი თავდახრილი რატომ უნდა წევიდე ვის არ წოუგია კაცო ვის არ წოუგია პროსტა საიდან გაგახსენდი მაგრა გამო ერთი კვირის უკან დამიწერე არა ზმა აი ის კომენტარი რო დაგიწერე და მე გავომიწვი ხო აქედან დაიწყო ყველაფერი და მაგიტომ მაინტერესებდა და შენ რო პირობებს იძლევი რომ მაგრამ მცემ და გავილახები აქედან თავდახრილი რო წახვალ რას იფიქრებ ეგ მაინტერესებს ой მე გეტყვი ამაზე დაფიქრდი კლინჩი არა მე კლინჩი გამეჭირდება შენთან ვიჩხუბოთ ვიდეო იმენა ცუდი პაროდია ხა არა ვარ პაროდია მომისმე პროსტა ეს გეტყვი და ამაზე მაგრად ვიფიქრე რა
რაზე ვიფიქრო? ამაზე ამ სიტყვებზე კარგად იფიქრე. ნუკბენ იმას, ვისაც შენი შეჭმა შეუძლია გესმის? ნუკბენ იმას, ვისაც შენი შეჭმა შეუძლია. შენმა შემჭა. რა მნიშვნელობა აქვს რაც ხარ წონას ყოველთვის? იკლებ? კი. იქნებ მაგიტო ხარ ცუდა და მაკონში ბაზრ. მართლა ვარ, მაგრამ ახლა სრული სერიოზულობით გელაპარაკები რა. აგერ კითხვები გაჩნდა. თუ დაუთმობთ 2 წუთს გთხოვთ. აბა აგრამინდა თუ ამჯერ. გამარჯობათ ბიჭებო და რა. ანუ მე მაინტერესებს რითი ჭყობთ კენტუსებით თუ შიშველი მუშტებით? კენტუსებით. კენტუსებით ბიჭო, ანუ მე მახსოვს რომ ერთ-ერთ კონფერენციაზე მითხარი რომ კონტენდერებიდან გაგიშვი შიშველი მუშტები თუ და შენ რა თუ არ ჭყობ შიშველი მუშტებით, მაგრამ ეს ძმა მე გეტყვი რა, შენ პასუხს მე გავცემ. იცოდა რომ მე არ ვჭყობობდი შიშველი მუშტებით და ძმამ ასე განაცხადა რომ ვიცი რომ არ ვჭყობობ შიშველი მუშტებით, სწორედ გავიგე და მოდი კენტუსებით ვიჯ. მე არ ვჭყობობ ძმა შიშველი მუშტებით, გესმის? აი, ანგაში მომეზონე, მაგარია. კეთილი. გაგამწარე ზმა. აკი არ გამომწარე ბიჭო, პროსტა რა არის? აბა ვიხო. რაღაცა უაზრობებს რო ლაპარაკობ. უაზროებს, არ ვლაპარაკობს. მანწყვეტინებ. რაღაცას მშვიდად გესაუბრები. ვცდილობ აგიხსნა რომ შევიდე. ხვდები რომ წონას იკლები და ცუდად ხარ. მე წონის კლები არ მიწევს, მაგრამ აი, მაგ მიხრები ყველაფერს. აი შენ რო სულ 80 კილო გამოხვიდე, ეგ ჩემს პრობლემა არ იქნება. ვიცი. იმიტომ რომ დიდ ბიჭებს შენი პირობი ხო? არ ვიცი შენ დამიკავე და ძმა მიმხედა ჩოპინგ და მიკროფონი დაავიწყდა. რა გჭირს? დამშვიდი. ისე მაწყვეტინე. დიდ ბიჭებთან სპარინგობ. ჩემ ძმას დიდი მადლობა. Gund Warriors. დიდი ბიჭები არიან, გაჩუმდით ხო. დიდი ბიჭები არიან, მადლობა დიდი გვერდში დგომისთვის. აგერ ჯიქიასთანაც ვემზადები. ევასება მაგარი კაცი. ხო და მოკლედ, არ იქნება ეგ ჩემთვის პრობლემა შენიწონა, მაგრამ მე უბრალოდ მართლა ვერ ხვდები რის იმედი გაქვს, რატო გამოხვედი? ჩემი მარცხენა ბაკაოი. იმენა უბედურია თუ ხდება რა. ესე? მეხივით. ესე რო ვთქვა. აგას 29-ში გაგასინჯებს მაგრამ ნერვიულად. ეს ფემინური დარტყმებით ვცდილობ რომ მომიგო. ეს უნდა დამარტო. მეშვის მოგითხარი შოლეგზიდან ვარ ჩამოსული მალაპარაკე. მე კი რაღაც არ გეუბნები ძმა. მე გითხარი დადებითად არ ვიყავი შენთან მიმართებაში განწყობილი და შენი ამბებიდან გამომდინარე ძმა. მე შენ აგრესიულად არ გელაპარაკები და ისე გეუბნები გაჩუმდი. იმიტომ რომ მაწყვეტინებ. მე ხუთად გეუბნები და რა ვერ შევიდე შენ თავი გავითვალისწინე. აი მე თავის გამოიკლებ შენ აშკარად მაგდენს. როლიო? არაფერი. თავის გამოიკლებეთ კი აშკარად. მომეშვი ჩემი ძმა, მომეშვი და 30 კლასში გამოია კანიდა და განახება. მე მგონი, რავი, სათქმელი ითქვა 29-ს ველოდებით, რამე ხო არ გინდათ კიდე ერთმანეთს რა უთხრათ. ოღონდ აზრიანი ცო. იგივე კრუგზე არ წავიდეთ. აბა არ მევასები. არა, ზა ხუმრო მევასები. აჰა. ჩვენც გვევასებით, მოდი პირისპირ. მაშასე მეგობრებო, რომა, ბახა, დუმბაძე, დარა, იმპერატორ, ამარიანი. კიდევ ერთხელ, რომა დუმბაძე, დარა ამარიან. 29-ში, Kama undisputed. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, თუმცა ეს წყვილი იქნება Raw to Gamas Co-Main Event-ის წარმდგენი. მე მინდა ვიხმო. სადა ხართ? ლომკაცა, თორნიკე, ციკლაური. და მისი მეტოქე, საბა ბუცხრიკიძე. აჯო. მეგობრებო, მე მაგ უპირველეს ყოვლისა კითხვა რა ვერ გაიყავით, რატო გამოიწვიეთ უცბად, აი უეცარი ინტერესი დაიბადა რაღაც ცეცხლივით, როგორც ფალიას წაეკიდა, უბრალოდ როგორც ფალიას ცეცხლი წაეკიდა. აფორი აქ და ეს ყველაფერი და შიშველ მუშტებზე ვჩხუბობთ. არა? ძირითად ლიგაში კონტენდერებში თუ გვაჩხუბებენ, მე პრობლემა არ აქვს. ძირითადში ვერა, კონტენდერებში ხო. შენ კონტრაქტი არ აქვს, შენი ბრალია ძირითადში რა ჩხუბობ. მაშინ ამ ჩხუბის მეორე კონტრაქტი მექნება. ცოტა ახლოს კიდე კამერაში მინდა მოგახვედროთ.
კეთილი. ანუ რასთანაა დაკავშირებული ეს კონფლიქტი შეიძლება დავარქვა? არაფერი უბრალოდ არ მევასება და მინდა რომ რინგზე მივიღო რა. ჩვეულებრივად მარტივად. აი განარამე პიროვნულად, აი როგორც მებრძოლი, აი დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ ადამიანთან შემიძლია ბრძოლის მოგებაც, კარგა რომ გავალამაზო, ჩემი და ამის ჭუბის შემდეგ. კარგა ძალიან გალამაზებული წავა ამ დარბაზიდან. ქუჩაში პიროვნულად როგორც გითხარი, პატივისცემა, როგორც შენი ტიპაჟი რინგზე და ტრეშტოკში არ მევასება და მაგით დაგიძახი აქ რა, მეტი არაფერი არ არის. მოგესალმებით. და სიტყვი. მე რაღაც თავარი ლიგიდან პაუზის აღება მინდოდა მოკლედ და საერთოდ არ ვაპირებდი ამ ადამიანთან, რა ვიცი, ცოცხალი თუ იყო, ეგეც არ ვიცოდი, საერთოდ სპორტიდან რო წავიდა, ვიცოდი, მაგრამ მე გამატრენერთან შემოხვდა რაღაც ინტერვიუ და არ მევასებაო თქვა და რაღაცებიც მოაყოლდა. აქ დაუძახე კი არა, ანუ ერთადერთი მიზეზი რატომაც შენ გამას კონფერენციაზე ხარ, არის ის, რომ მე მინდა შენთან ჩუბი. მარტო შენი ინიციატივა არ იქნებოდა საკმარისი, რომ შენ აქ გარიყავი. ამიტომ ბევრი არ ლაპარაკობს მე გამოხვალ და ბოლო სამი ბრძოლა როგორც წააგე, იმაზე მალე წააგე ჩემთან. ანუ დამიჯერე ეგრე არ წავაგებ რა, აი შანსი არ არის. აი დამიჯერე რა, ბიჭო, აი ძირითადი ლიგიდან ჩამოხვედი, ჩემთან სანამ შენ დადგებოდი მაგ ძირითად ლიგაში ძმა, მე ვიდექი იქ და მე ვჩხუბობდი, ბიჭო, ნუ გონია ვინმეზე რა მეტი ძმა მაგას არის. როგორ ბიჭო, როგორ არ ვიდექი ჩხუბობდი, ვიჩხუბე ძმა, ბევრი ჩხუბი ვიჩხუბე. შენზე სანახაობრივი ჩხუბები ვიჩხუბე ძმა. ის 3-4 ჩხუბი შემიძლია გამოუყო, შენზე ბევრად სანახაობრივი ჩხუბი გავი. შენ რო პირველივე რაუნდში ნოკაუტი წააგე ძმა. იქ ქვაჩახიასთან ჩემთან ჩხუბს ნამდვილი საქართველო ელოდებოდა. ბიჭო, როდის ვიჩხუბებდით მე და ქვაჩახია. ეგ ქვაჩახიას მათემატიკის გამოსთა რო ვერ ჩააბარე მაგიტო. მე ხო მოხვდა ზუსტად იმდენი მორტყმა, ამდენიც არის მაგის პასუხი. 6x6 ურთხი? 36 ხო მოხვდა მე ზუსტად. კეთილი. კიდე დავამატებ, აი ნებისმიერ მომენტში, რავი, როცა იქნება, რავი, ძირითად ლიგაშიც გეჩხუბები, კიდე ეხლა რომ მოგიგებ, ხო გადმოვალ კიდე ძირითად ლიგაში რა, ხო დავიტრევ მაგ კონტრაქტს. მე გეჩხუბები თუ გინდა იმ შიშველი მუშტებით, ხოლოდ მე 1000 ლარი აღარ დავალაგოთ, მე ცოტა კუში ავწიოთ, ხარაშო? 1000 ლარისის ძალაშია, ხო ისევ? ძალაშია, ხო ისევ 1000? კი, რა თქმა უნდა, ხო ვილაპარაკეთ მე და შენიც. რამე პარიზეა საუბარი? ანუ პოდკასტზე შემომთავაზა, ინტერესი მივცეთო და მივეცით ეგ ინტერესი და ეხლა 1000 ლარს დავკმარდები, მაგრამ შემდეგი ჭუბისთვის იშველი მუშტებით. გინდა არ დავკმარდეთ, დავი. 2000 ან 3000 გინდა? ბიჭო, ხელი ხო ჩამოვართვით ჩვენ, მომისმინე ხელი ხო ჩამოვართვით 1000 ლარზე იმ წუთში. აი, ძირითად ლიგაში როცა დავდგებით ჩიშველი მუშტებით მე და შენ, აი 2000-3000-ზე მე ვილაპარაკო. ხარ გინდა? იმ წუთში არ მინდა 1000 ლარი მაქვს იმ წუთში ზუსტად გამზადებული. დანარჩენი დასასვენებლად მჭირდება რომ ვიჩხუბებ, შენთან მე უნდა წავიდე დავისვენო. შენ გამოარვარ ეხლა დასასვენებლად წასულიო, შენ უნდა გეჩხუბო. რავი, დაგესვენა ჯობდა. დამესვენა ჯობდა, აი შენ რომ აგრა გაგელახავ დავისვენებ. რავი, თუ გინდა ეხლავე გაგელახავ. შენ დავატირე შენ რო გამლახავ. ეხლავე გაგელახავ ძმა. პრობლემა არ მაქვს მაგის. აი ხარო დაგთანხმდე რა საფირი. აი მართლა რო ეხა გეჩვენა. ჩავიცვათ თათმანები და ვიბოქსაოთ, აუნა. თათმანი არის ადმე. შენ მეშინდება თუ რა. არის ხელთათმანი. მოდი აბა. მოდით და მინუტკას გეჩხუბები თუ გინდა. ხო აზე ხარ მინუტკა რა თემაც არის. მოდი მინუტკა ვიჩხუბოთ, ბიჭემა კრუგი გააკეთეთ აქ, მე და ეს დავდგებით და აქ ვიჩხუბებთ იმ წუთში. მოდი მოხვალ. მოდი ვიჩხუბოთ, ვიჩხუბოთ. რომ კაცა მარტო ამიტომ მიყვარს. ესეთი ექსპლოტების გამო. გთხოვთ წრე გავაკეთოთ რომ მაინც უსაფრთხოება დავიცვათ. ცოტა ხალხი შევიმატოთ გთხოვთ დაგვეხმაროთ ასისტენტები გიგა მადლობა ბიჭებო მადლობა წუთი გთხოვთ ვინმეს რომ ჩანიშნოთ მოიცა რეფერი არ გჭირდება თოლიაშვილი უნდა იყოს რეფერი აბა სხვა ვინ ხო ზუსტად გამოწყობილი წყვილა ხო არა ხარ ბიჭებო მოემზადეთ წესები ორმე კარგად იცით მუსიკრის სტანდარტული წესები ჭუბობთ კეფაში ხერხემარზე წუსმემოთ არ ვტყოთ ერთმანეთს
ჩემ ნიშანზე ბრძოლას იწყებ, ჩემ ნიშანზე ჩერტებით. ჩამოვართხელი. ერთი წუთია დრო. ერთი წუთი გვაქვს. ბიჭებო, გაითვალისწინეთ. ჰაი. Загон гafta. Давай, давай. Гafta ახლოს შეიდა ჰუკები. Давай. ახლოს. კეთობა ჯეირანას. 30 წამო. შედი. დავაი 30 წამი, დავაი. დავაი ბიჭები! Stop. Vedi ბოროტი გვეწამი, დაუშვი გახდა. ახლოს შეხედე. ამსაუკა! აპლოდისმენტები ბიჭებს! საღო, მოიცა, გავაგრძელოთ 29-ში. შიშველ მუშტებზე, всё. წუთი ვერ აყოფნი. ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი იყო. საღო, აპლოდისმენტები თქვენია. და დანარჩენი 29-ში გავარკვიოთ. ეს კიდე არაფერი. ეს ხვირის უნდა დაგისიო. ამ ერთი წუთის მერე ვიწყებ ჩხუბს, და შენ ამის მერე კუდები. საღო ბიჭებს, აპლოდისმენტები. კაი, და არანაკლებად საინტერესო ბრძოლა გელით. Road to Gamma-ზე. ეს იყო co-main event-ის ბრძოლა და main event-ში თქვენი ხილავთ უდიდესი მებრძოლის დაბრუნებას გიორგი the greatest დაბადაძე რომელიც რინგს გაიზიარებს ჩემ ნომერ პირველ მტერთან გამატრენერ დაცვას თხოვ რომ შეიარაღებულია და ახლოს მიხვიდეთ მიკროფონი რომ დაცვა ცოტა ახლოს რო დაუდგეთ რამე არ წაიჭრას მიკროფონი შესთავაზეთ აკოს შეიარაღებულია პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მიხარია ისე თქვენ გვერდით რომ არ ბიჭებო ნამდვილად განსაკუთრებული გზნობაა როცა ისევ რინგს უბრუნდები ჩხუბობ და იმ განცდებს და ემოციებს ისევ თავიდან შეიგრძნობ უბრალოდ ერთი გამონაკლისია რომ ამასთან ეგ შეგრძნებები არ მაქვს აი იყო შეგრძნებები თეგაშვილთან იყო შეგრძნებები აკოფიანთან როცა ვჩხუბობდი რომ იყო რაღაც იქ ისეთი სადაც შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო ან ნოკაუტი ან ძიმე დარტყმები მაგრამ ამასთან ეგეთი რაღაცა არ არის დავიწყოთ მოდი კიდევ ერთხელ თავიდან ვინმე ჩვენი გამატრენერის სახელი დაგვარი იცით? კი ორმა კაცმა ალბათ 50 კაცში მე არ ვიცი მაინტერესებს რატო შეიძლება ადამიანს კაცს არ უნდადეს თავისი სახელი დაგვარის საჯაროდ თქმა არ ვიცი მაგრამ ეს შეიძლება მაინც მაგრამ მოდი დღეიდან ჩვენ გამატრენეს დაუძახოთ ჩორტი ოზნაეტი ხარებადაგოგია ხო ყველას გაქვთ ნანახი იქიდან ჩვენი ძმაკაცი ჩორტი ოზნაეტი კი არც ეს მგონია ცუდი კაცი ეხა ორი რამის გამოგცემ პატივს ერთი იმიტომ რომ რინგზე ამოდიხარ და ჩხუბობ და ყველა ადამიანი ვინც კაცი გოგო არ აქვს მნიშვნელობა რინგზე ამოდის და ჩხუბობს პატივის ემას იმსახურებს მეორე ის რომ ისევ რინგზე მაბრუნებ ესე რომ ვთქვათ გამოწვევა გააკეთე და ისევ რინგზე მაბრუნებ
რაც შეეხება სხვა დანარჩენ, შეიძლება ცოტა სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ რაღაცა ჩემ დიალოგში შეიძლება სასწავლებელიც იყოს იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც ამ trash talks და anti-PR-ს და იმ hate-ს გაურბიან, რაც შემდგომ საზოგადოებისგან მოდის. პირველს გეტყვით ბიჭებო, რომ აი ყველაფერი უნდა დაიკიდოთ. პირიქით, ყველაზე კარგი PR-ი არის anti-PR-ი. როდესაც თეგაშვილს ვეჩხუბე, 750,000 ნახვა ქონდა მაგ ჩხუბს და აქედან 600,000 ჰეითერი იყო ჩემი. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგ იქნება ყველაზე კი, ზუსტად მაგას ვამბობ, კი. ეგ იყო ჩემი პირველი გამოჩენა გამას რინგზე და ესე საზოგადოებაში ფართოდ გამოჩენა. რაც შეეხება ჩვენ ჩხუბს. ჩვენ ჩხუბიდან თეგაშვილის და ბოლოს როცა გამაში ვიჩხუბე, გასული ალბათ 3-4 წელი სულ მინიმუმ. აქედან, როდესაც დაუბრუნდი, main event-ზე ვარ ბიჭებო, გამაში არა ვარ, მაგრამ რა თუ გამაა, არანაკლებ ბიჭები არიან და ვინც აქ არიან, რამოდენიმე იქიდან არის წამოსული. main event-ზე ვარ. პირველ დღეს, როდესაც ჩვენი ჩხუბის ვიდეო რო უნდა გვეჩხუბა, დაიდო, 600,000 ნახვა ქონდა ყველა პლატფორმაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს anti-PR გეხმარება თქვენ, რომ შემდეგ გახდეთ უფრო პოპულარულები და უფრო სწრაფი ნაბიჯებით იაროთ წინ. რაც შეეხება ჩემო წინააღმდეგეს. დაკლებული ხარ? იმედი მაქვს, რომ ჩაავარებ 77-ს, მაგრამ არ მაინტერესებს, სულ 80-85 ვიცი, რომ 95-დან იკლებ. არა აქვს მაგას ჩემთვის უშუალობა, შენ რამდენ კილოს დააფიქსირებ სასწორზე. უბრალოდ ის რაღაც შტრაფები რაც არის, ეგ შეგეხება, თორე ჩემთვის პირადად არ ნიშნავს არაფერს. და არც არასდროს არ ნიშნავდა, ალბათ რა ვიცი. მოიცა, რომ დაგემატება თანხა, რატო იტყუები, რომ არაფერს არ ნიშნავს. ეს დაჟე მემატება. პროსტა ხო არ დააკლდება, შენ სასარგებლოდ რო აკლდება. მაშინ უფრო უკეთესი, შეგიძლია ჭამას მოუმატო. რატო გონია რომ ვერ ჩააბარებ ზონას? მე მეუბნები? ძალიან ჩაფიქდი და გავიწყარო აქაოთ. ბიჭო, არა, გამოვედი რაღაცა ორი სიტყვა რო გადავავოთ და თქვათ რომ როდის ჩხუბობ და რა უნდა უქნა და რავი მოყვა თავისი ისტორია. ანუ ძალიან გონი არავის არ აინტერესებს შენი ძველი გულის ტკივილი და ბევრს აინტერესებს, არა, გულის ტკივილი არ არის, პირიქით. რა ხა ერთი 10 წუთია გისმენ და ეხა მოდი რა საქმეს მიხვიდე. კიდე 15 წუთი გინდა მომისმინო? არა, მოსალმებას არ მასე. ყველას მოგესალმებით. აქ ცოტა რაღაცა უხერხულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემი ადგილი აი იქ არის მიკროფონთან, როგორც ბატონმა გიგამ განაცხადა. მე კითხვების დასმეტი აქის უფლება არ მაქვს და ვეთანხმები მაგაში. ამიტომ სხვა არაფრის უფლება არ აქვს კითხვების დასმის მეტი. არა, იქ ეგრე. და შენი ადგილიც იქ არის? ეხლა არა, ეხლა აქ არის, იმიტომ რომ რაღაც ჩემს იმაში ვერ ვარ. და მომისმინე ხა საიდან აღმოჩნდა? ორი სიტყვით ვიტყვი რატო არ აქ და რატო უნდა ვიჩხუბო ამასთან რა, ანუ ხელი გადაუწია და არა, ხელი გადაწევა მერე იყო. ანუ ერთ სუფრაზე მოხვდით შემთხვევით, მაესტროს სუფრაზე მოხვდით და რაღაცა კონფლიქტი მოგვივიდა და იქ უნდა გვეჩხუბა რა და არ ვიჩხუბეთ, მაესტრომ შემოგთავაზა, აქ არ იჩხუბოთ და მოდით რინგზე გაარკვიეთო თქვენი ურთიერთობა. ამიტომ თუნდაც ეს იყო სამაგალითო, ყველას მოგიწოდებთ, რომ გარეთ არ იჩხუბოთ, კრიმინალი არ ჩაიდინოთ და მოხვიდეთ გაარკვიოთ რინგზე ვაჟკაცობა. ამას ამბობს კაცი, კრიმინალი არ ჩაიდინოთ, რომელიც არის ვისი ფორმით ხარ მოსული? მე ვარ ამ ფორმით მოსული, იმიტომ რომ ეს შიში უნდა გქონდეს შენ რინგზე, როგორც გამოვა. გაუსკდის სიცილით. შენ სარკეს ჩაგიხედავს ეგრე როცა. შენ ახლა იმიტომ არ გეშინი რომ შენთან დაცვებით განან, იცი რომ არაფერს არ გიზავ და იმიტომაც ეს ახლა, მაგრამ რინგზე მე ერთი რამის მეშინია მარტო, აი მაგას თუ ამოიღებ არაფერი წაიჭრა. ხო? რინგზე იგივეს გიზავ მე ხელები. ერთადერთი რისიც მეშინია რინგზე და მე თუ გინდა კიდე გაიწია. ერთადერთი რისიც მეშინია რომ მაგით არაფერი წაიჭრა. სხვა მე შენი მით უმეტეს როგორ უნდა შემეშინეს? მე გითხარი, სიტყვებს აკონტროლე, შენ face to face-ს ვერ გააკონტროლე შენი თავი, იმიტომაც ნორმალური face to face-ი არ გამოგვივიდა და წამოვიდა მაგის გამო ჰეიტი და შენ გამო მეც გავხდი ჰეიტერების მსხვერპლი და არა და მე ერთი ცუდი სიტყვაც არ მითქვია შენთვის. შენ დაიწყე ყველაფერი შეურაცხყოფების მიყენა და ყველაფერი ცუდი რაც კი იყო და მე უბრალოდ ვიმოქმე, წყალი შეგასი, ხელიც არ დამარტყი და მე შენ დამარტყი ხელი. ამიტომ გადაწყვეტ ხალხმა ვინ იყო მან მართალი. ერთხელ გცემე უკვე.
რა საცემე რომ არ მოველოდებოდი იქ ვლაპარაკობდი და უცებ რომ ხელი დამარყი მაგას ცემას ეძახი ანუ ეხა შენ რო ლაპარაკო და მიკროფონი ჩაკარტყა თავში ანუ რა მოიცადეთ ბიჭებო გაჩერდით ცემა იქნება გაჩერდით ნუ ღელავთ ნუ ღელავთ შენ ხო გითხრენ ერთხელ რა ხო გითხრენ ერთხელ არა ეს არ წაიღოთ არა ეს არ წაიღოთ არსად ვეშოლკა მოიტანეთ ეს ვეშოლკა საჩუქარია შენთვის ბიჭო მაგაზე უკვე გიპასუხე მე რა მიპასუხე წეღან გიპასუხე მაგაზე რომ შენ ხო მაგრამ ეს ხო ვეშოლკა ხო მე ვეშოლკა შენთვის არის საჩუქარია ვეშოლკა არ მინდა იყოს დაიტოვე შენ ხო იყიდებ მაგაზე ყველაფერს ჩაბოეკიდები მაგ პროვოკაციას აღარ წამოვეგები ეხა მომისმინე გამოგებული ხარ დიდი ხანია ეხა მომისმინე რა მომისმინე ერთზამს კაი ცოტა შორს დავდგები რომ არ შეგეშინდეს და არ გაიცი სადაც გინდა იქ დადექი მომისმინე უბრალოდ მინდა იცოდე რომ შენ ჩემთან რინგზე რო შემოხვა მე არ დავიწყებ შენ სწრაფ გათიშვას პირველი რომელი შემოდის რინგზე მე არ დავიწყებ შენს გათიშვას მე უბრალოდ უნდა გცემო პირველი მე შემოვდივარ რინგზე ანუ შენ შემოდიხარ შენ ხო თქვი რომ არავის თვან ნოკაუტში არ ჩავარნილვარ ბოლო მესამე რაუნდში უნდა გაგთიშო და ჩავარდები გაკრას ჩემ პირველ რაუნდში რატო პირველ მეორე რაუნდში უბრალოდ უნდა გცემო და მე მესამეში უბრალოდ დაგასვო დაგაძინე პირველ მეორე რაუნდში რომ მე ჩაგაგდო ნოკაუტში მესამეში რას აპირებ მე რა პირველ მეორე რაუნდში რომ მე ჩაგაგდო ნოკაუტში მე რას რატო იყურებ ჩემთან უყურე ძალიან სიმპათიური ვარ. შენ თავს უყურე? კი. ბიჭო, ეგანაც აღნიშნე რომ გოგოს თვალები გაქვს. მაგარი ანუ მოიხსენი სათვალე, აბა? სათვალე მოიხსენი. რაღაცას გააზრობს ისე ვეშოლკას პონჩი. ეს ახლა სასაცილოა შენი აზრი? სასაცილო არ არის. ესე უფრო უხდებით ერთმანეთს. შენ რაღაც ჯეიმსონი თუ არ ვიცი მაგ პერსონაჟს რა ქვია, შენ ეგ პერსონაჟი ხარ. მე ხარ ჰეიტერი. არა, ჰეიტერი ნამდვილად არა. მე შემოთავაზება მაქვს. ისე მეც წესიდარიგით ეგ უნდა გამეკეთებინა ახლა ვფიქრობ. მაგრამ ასე რო ჩაატაროთ ჩხუბი მე მგონი უფრო სამართლიანი შეგიძლია ეგრე გაიკრე და ნარავნე მეჩხუბო? შემიძლია, მაგრამ არ მინდა. ვერიზა, გაიგე? ვერიზა. არა, უბრალოდ ვერიზა, მე იმიტომ რომ მარჯვნიდან ვერ დაინახავ დარტყმას. ეს მარცხენა თვალზე მიკეთია. რა ნიშნულობა? არა, უბრალოდ არ მინდა. ესეთ პროვოკაციები ძალიან ბევრი მაქვს მოსმენილი. მოდი მაშინ იცი რას გეტყვი? იცი რას გეტყვი? რახან ეგრე გინდა რომ იყო? მოდი მაშინ ჩხუბის დროს ზუსტად მასე გიზავ და მე მასე გაიჩიტები, გინდა? მასე რას მიდავ? აი მასე გიზავ. ამას გამიკეთებ თვალზე? ხო, თვალს ამოგიღებ. თვალს ამომიღებ? რითი აპირებ ჩემ თვალს ამომიღებ? ბიზნით, ხელებით. ხელებით დარტყმები. ბოქსის ხელთან. სულ ერთად სულ მანდ გირტყავ. სულ აქ მიტყავ. ხო გიყვარ შენ ადამიანზე ესე кайფი. არა, არ გიყვარები. შენ პერსონაჟი ხარ. მეც პერსონაჟი ხარ. აგერ კითხვა დაებადა ლონკა. შენ ხარ ჰეიტერი, ბიჭო. არა, მე შენი ჰეიტერი ნამდვილად არა ვარ. ანუ წყალი არა მაგ თორე შეგასხა. შენ რას თქვი რომ უფრო სამართლიანი იქნებოდაო და აბატაძესთვის უნდა მეთქვა რინგზე თუ შეხვიდოდი ზუსტად ანალოგიურად როგორც მაესტრო შევიდა, ანუ ბოდიში მაესტრო შენთან აკო შევიდა თქო და უკვე გაქვს საპასუხი რომ არ აწყობს. მეც ანუ ეს ხუმრობა, ეს ხუმრობა მან აღდათ არ მომეწონა და დარწმუნებულია ბევრს არ მოეწონება. არ მაინტერესებს ეს ხო არ არის, ეს ხო პერსონაჟი არ არის, ამას რეალურად აქვს, გამიგე? ამას რეალური პრობლემა აქვს თვალზე და არა აქვს თვალი და ვერ ხედავს და თუ მაშინ ეგრე შედი შენს და თავისი იმით ეჭხუბა მე დედის სულსპიცა ვარ მე ჩემი დააკოს ჩხუბი რო იყო ჩანიშნული ვფიქრობდი რომ ერთვალ სავიხვეო და ეგრე შევალმეთ ან ერთად დავიბაო მეთქი რა აი კაცი შენ რაც გინდა ის გააკეთე როცა აკოს ეჭხუბები მე უბრალოდ არ მინდა ეგ და არ გავაკეთებ მაგ ნუ გინდა არ შეგილია უბრალოდ აი ხა გაი მე იტყვის მაგიტო მომიგეო და იყავ ორი თვალი ერთი თვალი ვინმეს არა გავთ ათხოვეთ სამი თვალით იყოს არა ნახე როგორი რაღაცა მიზეზი მითხარი, რომ ამის გამო შეიძლება მე მითხრაო, რომ შენთან წავაგეო. დაბათ. მიზეზების მოფიქრება. ნახე კითხვა მაქვს. ზოგადად ხო, კაცი რასაც აკეთებს, ან რასაც იძახის, მაგაზე არის მე პასუხის ვგებელი. აი ახლა რომ რაც ლაპარაკა დღეს 29-ში პასუხს გამცემს მაგაზე. და შენ
გაჩუმდით ხო? და შენ, როცა ამ რაღაცა დვიჟენიას აკეთებ, ჩემი აზრით ძალიან ლოგიკურს გეუბნებიან და ძალიან სწორს გეუბნებიან, რომ ზუსტად ესე გახვიდე ერთი თვალით გადახფეული და ესე ეჩხუბა. იმიტომ რომ კაცი ხარ და კაცურად უნდა მოიქცე. რაღაცას უაკეთებ, თუ დასაცინად აკეთებ, მაშინ მოდი შენს ეგეთ მდგომარეობაში გადიდე. თუ პროსტ აკეთებ ხაიპისთვის და იმის ტრაკი არ აგაქვს, რომ ესე და ესე ადგე რინგზე გახვიდე, მაშინ მოდი თავი შეიკავე ეგეთი ხუმრობებისგან და დაცინებისგან. არის ერთი განსხვავება და რა. ეს არ არის ხუმრობა და ეს არ არის რაიმე სურვილი, რომ მე გავიდე ცალ-თვალით ახვეული. როგორც მოვიდა პერსონაჟით, მეც მოვიდი პერსონაჟით უბრალოდ მეკობრე. ვიღაცებს უბრალოდ ძალიან გულთან ვიგავთ რაღაცეები. რაც უბრალოდ ტრეშ თოქში უნდა გაატაროთ და სამხიარულო იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ. შემდეგი. ეს მოდი, აქ დავტოვოთ ეს ყველაფერი ამის მივამატებ, ანუ ეს გამოდის რაღაცა იმიჯი და პერსონაჟით გამოდის, ანუ ეს შენ ნაკლის დასაცინად არ გამოდის. ანუ მაგას რო არანაირი პრობლემა არ ქონოდა და შენ რომ ასე გამოსულიყავი, არავის არ დაებოდებოდა ესეთი შეკითხვა და არავის არ დაებოდებოდა ესეთი შეთავაზება. და აქედან გამომდინარე რომ კაც არ აქვს თვალი და შენ რომ მაგას აკეთებ, ის თესტვინა დაცინი ხარ. ანუ ეხლა ეს ბავშვური ხუმრობები მაგას არ დავცინივარ და ეს არ გვინდა გამართლება. დიდი ბიჭი ხარ, ის რაც და კაცურად მოიქცე. ის რაც მოვიდა, ამაზე ნამდვილად არ დავცინო. მაკეტკენ მოგიწოდებ რომ კაცურად მოიქცე. ეს მირჩევნი აქ დავტოვოთ, ესე როგორც არის ეხლა და აქედან რო გავალთ, მე შენ აგიხსნი ეს რატომ მოხდა. მირჩევნია ჰაიპი კონდეს ბრძოლას და ისევ ჰეიტი წამოვიდეს რომ უფრო მეტი გაიყიდოს. მე კი ამიხსნი, მაგრამ ხალხი საზოგადოება ვინც ამას უყურებს, მაგას ვერ გაიგებს. კარგი, მაშინ ავხსნათ საზოგადოებისთვის. აი ეს არის აკოსი. გამომართვი. რა არის ბიჭო ჩემი? ეხლა აღარ გახდა ხო შენი? კარგი, ეს არის აკოსი საზოგადოებისთვის, რომ ნათლად იყოს, რომ მე არ დავცინი ვარ აკოს. იმის მიუხედავად, რაც ჭირს. ნუ ეს არ არის პრობლემა. ეს როგორც ვეშოლკაა ჩემი, ეგეც ეს არის, ხო ჩემი? არა, ის შენი საკუთრებაა და ეს გაჩუქე. კითხვა თუ გაქვთ მიკროფონი მოითხოვე. ხო არა, სარუჩკა შენი იქნება ალბათ. არ ჩაეტევა. მოკლედ. უფრო სათქმელი. ცოტა. გიო რაც მოვისმინე ხა და რაც დავინახე ამ ყველაფრიდან მინდა რომ 1-2 სიტყვა ვთქვა და ესე არ გატარდეს ეს ყოველივე რა. ჩემამდეც ითქვა და ყველაფერი თქვენს უკვე საკმარისად, თუმცა ჩემს სათქმელს მაინც ვერავინ ვერ იტყვის. ნახე რო იძახი რომ მე და შენ გავალ და შენ აგიხსნი ამ ყველაფერს და მოდი ხალხისთვისაც ახსნი ხა და ამ ახსნას იწყებ ამ ყველაფერს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, შენ ვერ ახსნი იმ კონკრეტულ მომენტს, როცა ადამიანს რაღაცა ხვდები, რაღაც ტრამოში რაღაც ჭირს, ხო ხვდები? აი რაღაც მომენტი, როცა ცუდად აი ამ ყველაფერი ჟესტიკულაცია არის ყველაზე ცუდი ჟესტიკულაცია. ანუ შენ მის ნაკლოვანი იცოდი რომ ჩვენ ერთმანეთში ამაზე არ ვიყავით ნალაპარაკები. შენ და მისალკარო გამატრენერო ერთმანეთში ილაპარაკეთ რომ ეს ყველაფერი შენ დაგედგა? კაი, მაშინ მითხარი შენ რაც იღებ ამ ყველაფერი და შენ რამდენად გიღირდა ეს ყოველივე, რაც ეხა საზოგადოებიდან ჩვენგან და ეს ყოველივე მიიღეს. რა პერსონაჟი შექმენი პირადად შენ? მეკობრის. ეს ეხა მეგობრის პერსონაჟი. შენ მეგობრულ ჟესტიკულაციად მიიღე გამატრენერ ეს ყოველივე? არა. არა, ხო? ეს მივიღებ პირად შეურაცხყოფა. პირადში რა თქმა უნდა მე ზუსტად ესე მივიღებდი და ამის გამო ჩემო ძმაო პირადად მე გამატრენერის ნაცვლად გეუნები რომ აი აქ მე რო ვიდგე დილას გეფიცები რა თავს გაგიხებდი უნამუსო იყო. ეს იყო ძალიან ცუდი რაღაცა. ძალიან. მე მოვჭი ლაპარაკს. თუ რამე გინდა ილაპარაკე და თუ გინდა რავი რა გინდა აი. შენი ბედი წყალი რო არა მაგ ხელში. რას ზავდი ისევ გავწუწავდი? ხო აქ არ დაგარტყავდი აბა ხელი. მაგრამ ის აგაკ რა ქვია მაჩეტე გაქვს. უფრო არა ამასაც აგე დაცვა ახლა რანაირად. მომისე კაი, აღარ მინდა გაგძელება ლაპარაკეს, უბრალოდ ერთს გეტყვი რა. მოიცა ეს ბავშვობაში გამახსენდა უბრალოდ. ეცოდი. ეს ლექსია რა. ოღონდ ტაბატაზე. ქართულად. ხო, ტაბატამ წერილი დაწერა, გადააგდო ზღვაში, ზღვა აღელვებულა, ტაბატა ატირებულა, პუტ, ლილი პუტ. შენ გახვედი. და აქედან ეხა ვინც გავედით და დავრჩით რა ხდება? ანუ გასული ხარ, შო, პიზდეცი გაქვს. ჩათვალე რომ წააგე უკვე რა, ანუ ეგ თემა იყო. თუ ვერ მივხვდი. ხო, შო. კეთილი, მე მგონი ხო საკმარისი ვიხუმრეთ და ასე შემდეგ. ხო. მაგრა არ დაგარტყა, ნუ გეშინია. მაგრა არ დამარტყაო რინგზე. აქედანვე მეხვეწება. კეთილი, დავაბრუნოთ მათ მიკროფონები.
და დაუპირისპიროთ მებრძოლები ერთმანეთს. გიორგი უდიდესი ტაბატაძე არკადი გამატრენერი გაბრიელიანი მერე მიეცით სახში რო წავალთ მერე დაურიგოთ ნივთები მით უმეტეს ბასრი კეთილი გადავიდეთ მეგობრებო ძირითად მოვლენებზე არ შემცხვება ამ სიტყვების და მე მინდა ვიხმო პრეტენდენტები 93 კილოგრამიან ქამრის ტიტულზე და პირველი მათგანი ბერკე თურქიშ ტაისონ აქსოი და მისი მეტოქე ნიკა ბოიკა ბოგელავაძე გიორგი ტაბატაძეს თხოვ ჩემთან მოვიდეს ვინაიდან თარგმანში დახმარება დაგჭირდება თურქული იცის? იცის აბა და მამიაც აქ არის ოკეი მამიაც აქ არის მაგრამ მე გიორგი გიორგისთვის მიკროფონიც გვაქვს კეთილი მეგობრებო აბა უპირველეს ყოვლისა რა მზადყოფნაში ხართ ბერკე are you ready for the fight can you tell us what preparation did you have and why you are so sure that you are going to knock Boyka out today only talk not fight don't worry okay yo why do you believe that you're gonna take the belt Gürcistan bu arada herkese selamlar. Herkese teşekkür ederim. Gama ailesine teşekkür ederim. Bu fırsat için çok teşekkür ederim bu arada. Güzel bir dövüş olacak. Ben fazla konuşmak istemiyorum. Çünkü ben kendimi ringde göstereceğim. Bakalım. Asıl konuşmayı orada yapacağım. ბერკი ამბობს რომ მიესალმება საქართველოს და დამსწრე გულშემატკივარს. ის ამბობს რომ კონკრეტულად აქ face to face და პრეს კონფერენციაზე ბევრი ლაპარაკი არ სურს და რინგზე აჩვენებს სხვა დანარჩენ ყველაფერს. შესანიშნავი. всё, ზაცით. აი, მოგესალმებით მოკლედ ყველას. იცით თქვენ როგორი ცუდ დამოკიდებულება მაქვს მე თურქ მებრძოლების მიმართ. როგორი დაპირისპირება მაქვს აი ისენი ვარიან რა აღარ მინდა კიდე ბევრი შევიგნო ხო ბევრი ბავშვი გიყურებს ლაივში დარწმუნებული ვარ ხოშკოვსა და არპაკუზე მაგრამ ბერკე სხვათა შორის მაგათთან გასხოვებით არ არის ცუდი ბიჭი პიროვნულად პატივისცემა აქვს ელემენტარული თრეშოლკის იცის საზღვრებს არ უნდა გაცდეს მაგრამ მაინც ეს შემშა ხელში და თრიან იმ ყველაფერს ამომითხევ ამაზე რაც იმ თურქებმა მე მაბრაზეს ჯერ ეხლა მომითხევი და მე ისინი მაინც ვერ გამექცევიან ამ ორგანიზაციაში მაინც დავიჭერ მაგათ და ჩავანუკაუტებ რეგრიგობით. ხო და ბერკე big respect for you because you know how treasure how ავიც როგორა პატივისცემა და რაღაცები. You have respect to me. I დავრდოთ გადავუთაგნოს და მე დავერაპარაკებ ინგლისურად. So, you know English a little bit, yes? No. вообще არ იცის. კაი, გადავუთაგნე რომ მე მის მიმართ მაქვს პატივისცემა, იმიტომ რომ პიროვნულად კარგი კაცია, იცის თრეშოლკის საზღვრებს რა უნდა გაცდეს და ძალიან სპორტულად არის. მაგრამ 29-ში არანაირად არ დავინდობ და მე ხა ისეთი მზადება გავიარე, იმიტომ რომ სრავასთან მქონდა შანიშნული 5 რაუნდისთვის მომემზადე, იმიტომ ვიცი როგორი გამძლეებია, მაგრამ ეს 5 რაუნდიანი მომზადება მე არ დამჭირდება, პირველში თუ არა მაქსიმუმ მეორე რაუნდში გავთიშავ, მაგრამ არ მგონია მეორე რაუნდამდე გადავიდეს. ფოტოებში ისედაც ძალიან დიდი იყო, მეთქი, კაი, 2-3 რაუნდი ვიჩიხავთ, მაგრამ Kinder Surprise-ის Mike Tyson-ი მგონია. ეხლა რომ ნახე. You know Kinder Surprise? You are for me Mike Tyson toy.
Nika çok güzel bir adam. Yani beni güzel karşıladı. İşte bana neden Tyson dediklerini ringde göstereceğim zaten. Nika beni havalimanında karşıladı. Yemek yedik. Onlar için her şey için teşekkür ederim ama tabii her şey ringde belli olacak. 2 kişi kazanacak. 2 kişi kazanan tabii ki de ben kazanacağım. I am ready. I am champion. Let's go. Champion in what? Champion in what? Კაი, wait. ბერკე გეუბნება, კარგი ადამიანი ხარ. ერთად საჭმელიც გვიჭამია, ამისთვის პატივს გცემს, უბრალოდ უნდა ვიჩხუბოთ ორმა ადამიანმა და ამ ჩხუბში მოგებული მე გამოვარ. კი, მაგაში თავდაპირველ სიტყვებში არ არის პრობლემა, ნეგისმერეც კიდე ბევრჯერ ერთად კადოს გავუტანებთ, იმიტომ პატივს ვცემ. ამბობს რომ განახებს როგორია. აი, ჯერ ეს რამოდენიმე სიტყვა გადავუთარგმნე და ამას დააყოლე რომ in what you are champion. Can you tell me? უთხარი რომ ამას ბოქსიურად კი არა თურქ მეშორმედ გადავაქცევ. I will make you shawarma maker. იმენა აი ესეთი გაჭირებული ტრეშ თურქი იმენა მეზიზღება და არ მინდა რაღაცა დებილური კადრები გამოჩეს, იმიტომ რომ ძალიან გაჭირებული ტრეშ თურქია და აი ნახოს იმენა ასე არ არის. ერთი ორი სიტყვით უთხარი რომ მოკლედ პირველ რამოდს არ გაგაცერეს და განახებს ქართულ ძალას თქო და იმ თურქების ჰოშკოლის და არპაგუს იმას რაც გაბრაზებული ვარ ამაზე ამოვიღებ და მე იმათ მივხედავ. რაც იმათმა გამაბრაზეს ამას ჩაუუტარებ პირველივე რაუნდში და ვანახებ ქართულ ძალას და ის ჰოშკოლი თუ აქ მოითესალება გადავარ და მაგასთან აი ექვე ვცემ. Birinci roundda bitiren kişi ben olacağım. Gerisinde başka bir şey söylemek istemiyorum. Sorry Tulkan, ama mithal egreve daartqiu. სხვა არაფერის თქმა არ მინდა. That's it, let's face to face. Someone have questions? No. დავაბრუნოთ მიკროფონები. Mashase, Nika, Boyka, Bokelawadzē. Berke! Turkish Tyson! Action! Turkish power, yeah! Turkish Tyson! Turkish Tyson! Yes, Turkish power! Yes! Всё, რაპარაკი დაიწყო მე მიკროფონი. Всё! აღარ რაპარაკი დაიწყე, მოდი ახლიდან, დავაი ეგეი. Всё, ტრექტოქი ძვისთან დაიწყო, ეხლა გაჭირებული ქალებით მე რაპარაკი. Всё. No fight. გავცვალოთ. You will show me Turkish power, yes? Yes. What power you have? What power Turkish have? Georgia have very big power, and I am Georgian champion, and you will see what is real power. You will see. Вообще you know power? What is this? Power. Power. Why? What are you talking? Вообще. Who teach you talking? Вообще. No. Oh, წადი რა, იმენა. Only 3 days and you will sleep here. Göreceğiz kim yatacak. Kim yatacak göreceğiz. Ground, mount. Aynen. What language is this, bro? Göreceksin ringde. Okay, დაწოლით გებუქრება, ვინ დაწובה გრინგზე განახებო რა. ვინ დაწובה? I will make you shawarma maker. So. Birinci roundda oyuncular. You will sleep here. პირველ რაუნდში დაგაძინებ. Maximum 20 seconds you will sleep here. Bakalım kim yatacak. Let's utkari. ტრაკი გაქო, როგორც განგსტერნამ და იმან გაგიდა მინუტკა მეჩხუბოს. ეხლა ringde göreceğiz. არა, ამ სეთ არა. არ გავთიშავ, არა. მე წინააღმდეგია. ეს არის საჩემპიონო ბრძოლა და დიდი ბოდიშით რისკის ქვეშ მე წინააღმდეგია. 4 დღე მოითმინე. მომისმენე მინუტკაზე უარს გვეუბნები, მოდი 20 წამი გოჩხუბე. არ გავთიშავ. რავი, ეხლა ვიცი რომ მეტყვით რომ გვინდაო, მაგრამ ეხლა რა ვიცი. არა, აი გიგაც ხარს მიჭერს. 3 დღე არის დასაცდელი. ეს უთხარი რომ მაგის გამო მეუნებიან უარს რომ არ უნდათ რა გაითიშოს რა. არა, იმიტომ რომ ტრავმა შეიძლება იყოს ეხლა. მანიპულაციებს არ ვიყოთ. ან რა უნდა რა. იქნებ 4 დღის მერე ვიჩხუბოთო ამასაც იგივე აზრი აქვს. კი, მე ბრძოლა ჩანიშნულია და face to face გაკეთდა
დაწყნარდი ბოიკა გიჟო მინდოდა მეთქვა კაი დაბრუნეთ მიკროფონები please give back the microphones მეგობრებო ბერკი აქსოიდა ნიკა ბოკელავაძე გაიზიარებენ რინგს უკვე 29 აგვისტოს ამიტომ არ გამოტოვოთ ეს სანახაობა და თვალს ნუ დაახამხამებთ თუმცა ეს ყველაფერი არ არის და გადავიდეთ შეიძლება გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე მეგობრებო 75 კილოგრამში პირველად გამას 5+ წლიან ისტორიაში გამა bad boys belt-ი და პირველი პრეტენდენტები სამანდარ ენიბაევ ნაირ მელიქიან Самандар, я хочу вас попросить помочь нам с переводом. Та Наирис ასევე Наирთან საუბარში რომ დამეხმაროთ თარგმნაში. აჰა. კეთილი. მე გაგიზიარებ მიკროფონს. მაშასე. მეგობრებო, ვიცი რომ ორივე ამ ბრძოლას ელოდებოდით საკმაოდ დიდი დრო. რა გზნობებით ხართ ახსავსე უპირველეს ყოვლისა? ნაირ, შენთან ვიქნები პირველი ამ კითხვით. მოგესალმებით ყველას. Шатем спасайсь боин. Общий цуск там сиксаннен. Ես зараженный медлем го ясимс кенем. Паркасон. Ուրիշ ինչսեմ. მოგესალმებით ყველასო. დატენილი ვარო და 29-შიო განახებო რაც კი შემიძლია. Уприс халопт. Наир говорит, я задал вопрос, что этот бой, я думаю, вы оба ждали достаточно долгое время. И Наир говорит, что он очень заряжен на этот бой, он готов на 100% и ждет, не дождется его. Что ты скажешь, Самандар? Как ты готов к этому бою? Насколько для тебя это большое событие? И насколько ты заряжен? Ассаламу алейкум, Тбилиси. Так, я всегда готов был, 2 года готов был. Я хочу сказать, мы по жизни друг друга уважаем, но на ринге у меня соперник. Ну, по сути, как говорили во время телефонного разговора, როგორც ტელეფონის საუბრისას ვისაუბრეთ, მასეც არის. Я не шоумен, я не хайпапор, я что могу на ринге показать. მე შოუმენი არ ვარ, მე ხაიპს არ დავეძებ, მე უბრალოდ შემიძლია მაგარი ბრძოლა რინგზე გაჩვენოთ. Я шоумен, чем иначе. Поэтому что сказать? Эргуса воинник, эргуса кярвинка, версоружерен, гадига тохахте. მე შოუმენი არა ვარო და 29-შიო ნახავთ. რავი, მეგობრებო, მე მგონია ამ სიტყვებით უბრალოდ დამიბლოკეს ყველანაირი ჩორტის ჩაგდების საშუალება და ვიშუბაკბეჯო! უმაგრესი ბრძოლა! დავაბრუნოთ მიკროფონები. სალაპარაკო აქ აღარაფერი დარჩა. დავიწყოთ ეს დიდებული ომი, რომელსაც ყველა ველოდებოდით. ნაირ მელიქიანი, სამანდარ ენიბაევი, камерабиске! Камерам, ребята, камерам! Мы тоже не можем дождаться этого боя. Еще раз! Самандар Энибаев! Наир Меликян! 29 აგვისტოს! გამაზე! არ გამოტოვოთ და სანამ გაქვს საშუალება სულ ერთლარად შეიძინე გამას ვიმ გამოწერა. ნუ
ნუ თუ ბილეთი არ გაქვს ჯერ კიდე ნაყიდი. სხვათა შორის სულ ცოტა რჩება. გამა!